დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფიქრობ, გამომცემლებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ. როდესაც გაიხსნა საზღვრები, საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, საბაზრო ეკონომიკა შემოვიდა ქვეყანაში, სახელმწიფო გამომცემლები უკვე ვეღარ ფუნქციონირებდნენ ისე, როგორც ბევრი სახელმწიფო ინსტიტუცია. მაშინ ზუსტად მიეცათ დამოუკიდებელ ქართულ გამომცემლებს ასპარეზი. ყველაზე ამბიციური მათი პროექტი ეს იყო 97 წელს გამართული პირველი წიგნის ბაზრობა საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, რომელიც მაშინ გადატიხრული იყო და დარბაზის ნახევარი ეთმობოდა წიგნის ბაზრობას. დამოუკიდებელი ქართველი გამომცემლები ძალიან აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას, მეც მათ შორის და თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი, არა და თითქმის 30 წელი გავიდა მას შემდეგ. შემდეგ უკვე 99 წელს გაიმართა მეორე წიგნის ბაზრობა, გაიმართა ცისფერ გალერეაში. ეს იყო პირველი საერთაშორისო ბაზრობა და საერთაშორისო იყო იქიდან გამომდინარე, რომ სტუმრად ყავდა სომეხი და აზერბაიჯანელი გამომცემლები. ინტერესიც უფრო გაიზარდა. უფრო მეტი ხალხი მოვიდა. მივხვდით, რომ შემდეგ წელს ვეღარ დავეტეოდით ცისფერ გალერეაში და უკვე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის ჰოლში განვათავსეთ ჩვენი წიგნები. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით დღევანდელ დღემდე. ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ პირველ რიგში ბავშვებისთვის შეგვაყვარებინა კითხვა. ჩემი აზრით ეს ერთგვარად ჰარი პოტერის დამსახურებაც არის, იმიტომ რომ ჰარი პოტერი რო გამოვეცით, მთელ ქვეყანაში ბუმი იყო მაშინ და ძალიან ბევრმა მშობელმა აღნიშნა, ან მასწავლებელმა, რომ ჩემმა შვილმა ან ჩემმა მოსწავლემ ჰარი პოტერით შეიყვარა კითხვაო და ეს ძალიან მახარებს. რაც შეეხება თანამედროვე ქართულ ავტორებს, ძალიან ბევრი მაშინ ესე ამბობდა, რომ წამაკითხებს ქართულ ავტორებს რა, რაღაცა ისეთი დამოკიდებულება ქონდათ. და დღეს ვიცით, რომ ბევრი ქართველი ავტორი ტელევარსკვლავია საქართველოში და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს რა თქმა უნდა ჩვენი გამომცემლების დამსახურებაცაა. რაც შეეხება თარგმანებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყველა გამომცემლობამ გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის თარგმანები შეეთავაზებინა მკითხველისათვის და რაც შეიძლება სწრაფად. ანუ ეთარგმნა ისინი თითქმის მაშინვე, როდესაც ისინი გამოიცემოდა სხვა ქვეყნებში. პირველი ნაბიჯების გადადგმა ძალიან იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩავეწერებოდით საერთაშორისო წიგნის სფეროში, ასე ვთქვათ. აღმოაჩინეთ, რომ იმისთვის, რომ იზოლირებული არ იყო, უნდა გადადგა ნაბიჯები და შეიყიდოს ავტორო უფლებები, ასევე პირველი ნაბიჯები გადავდგით, რომ გაგვაყიდოს ავტორო უფლებები და ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება. პირველად ქართველი გამომცემლები ან 96 ან 97 წელს წავიდნენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მახსოვს ის პერიოდი, იმიტომ რომ პირველად მოხდა, რომ საქართველოს ცალკე პატარა სტენდი ჰქონდა, თვალსები 4 კვადრატული იყო. მაგრამ სულ რამდენიმე წიგნი წაიღეს თან, იყო პატარა დელეგაცია, 4 გამომცემელი იყო სულ ჩასული. და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო მათი მოსმენა თუ რამხელა იყო წიგნის ბაზრობა თან მაშინ ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა იყო 10 პავილიონში განთავსებული მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ინტერნეტი ესე ათვისებული და მახსოვს რომ პირველი კონტრაქტები საზღვარგარეთ ფაქსით გავგზავნეთ ასევე ძალიან საინტერესო იყო ისიც რომ პირველი უფლებების ყიდვაც ჩვენ შევძელით სულაგარის გამომცემლობამ და პირველი ვიყავ ვინც გავყიდეს ავტორო უფლებები აკა მორჩილაძის სანტა ესპერანსასი და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი რამ. ძალიან რთული გასაგავიარეთ უდაოდ, თუმცა ძალიან საინტერესო იქნება რა მოხდება მომავალში და როგორი იქნება საგამომცემლო საქმე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ზუსტად არავინ არ იცის რა მოხდება, ცხადია, იმიტომ რომ დღეს ბევრი წინასწარმეტყველებს იმას, რომ ძალიან ბევრი პროფესია გაქრება, თუმცა ვფიქრობ, რომ ადამიანებს ყოველთვის უყვარდათ და ეყვარებათ კარგი წიგნების, კარგი ამბების წაკითხვა, მოსმენა, შემეცნება და ამა თუ იმ სახით საგამომცემლო სფერო ყოველთვის იარსებებს.